საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, მივესალმებით ჩემს საყვარელ ემიგრანტ ქალბატონებს, არ ვღალატობ ტრადიციას, იმიტომ რომ მიყვარს ეს ადამიანები, მახსოვს ყოველთვის და მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ. დღევანდელი ჩემი გადაცემა მინდა მივუძღვნა ერთი ძალიან კარგი ადამიანის, ღირსეული ქართველი კაცის შემოქმედებას, ეს გახლავთ ბატონი ზეზვა საღლიანი, თანამედროვეობის გამორჩეული მხატვარი, განსაკუთრებული ხელწერით გახლავთ და არის ჩვენი დიდი ერეკლე საღლიანის ალალი ბიძაშვილი. ძალიან სამაყოა. დიდი მადლობა ბატონო ზეზვა სტუდიაში მობრძანებისთვის. ნიშნულოვანია ქართული ტელევიზიისთვის თქვენნაირი შემოქმედი ადამიანების სტუმრობა იმ მნიშვნელობით, რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს მთელი სულით და ხორცით, ქართულ ხელოვნებას, ქართულ ეკლესია მონასტრებს, ტაძრებს და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის და ძალიან მადლიანი საქმე და ძალიან დასაფასებელი. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ ტელევიზიაში. მადლობას მოგახსენებთ ქალბატონიცი, ჩემი მოწვევისთვის. მადლობას მოგახსენებთ მაყურებელს, რომელიც როგორც თქვენ ძალიან ემიგრაციაში უფრო მეტად პოპულარული ასეთი ის გამიშდა უკვე. დიახ. ვიყურებს ემიგრაცია ქართული. სასიამოვნოა და ყველას შემოგევლებით და ყველას გისურვებთ დროზე ჩამოსვლა საქართველოში და ისევ დაბრუნებას, იმიტომ რომ ძნელია ქართული ადამიანისთვის საკუთარ ფესვებს მოწყვეტა და უცხო გარემოში ცხოვრება და იქ მოღვაწეობა. ვინც არ იცის, აქაურებს მინდა უთხრა, რომ იქ ყოფნა რთულია ყველა ჩვენი ემიგრანტისათვის, ამიტომ ყველას მენანება იქ ყოფნისათვის. აქ მიხართ რომ ყველა ჩვენ საშუალოში იყოთ და აქ იმ მოღვაწეოთ ყველა. რა თქმა უნდა. ვისურვებთ მალე დაბრუნებას. გაიხარეთ, საქართველოს ჭირდება თავისი შვილები საქართველოში, რა თქმა უნდა. ბატონო ზეზვა, თქვენ როგორც შესავალში თქვი ბრძანდებით განსაკუთრებული ხელწერის გამორჩეული ხელოვანი, აი როგორ დაიწყო თქვენი სახელოვნებო გზა, თქვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან, საიდან დაიწყო? აი როგორ რა მოხდა იმისთანა რომ მე იგრძენით რომ ამ გზით უნდა გევლოთ მთელი ცხოვრება? ცოტა სასაცილოდ მინდა გითხრათ. აბა ერთჩენი დღეს ფეხბურთის თამაშის თავი დავარნები, რატომღაც სახში და ეს რომელი წელი იყო? ეს იყო ალბათ სადღაცა 60 რამდენი წლის რო იყავით? რამდენი? ალბათ ეს 10 წელი იყავა, 12 წელი იქნება, 16 წელი იქნებოდა. საინტერესოა, დიახ. და რატომ გამიშდა სული რომ ვიპოვე მარმარილოს საფერფლე. დიახ. და იმ მარმარილოს საფერფლეში შეგიძლია მოჭერი ეს დავიწყე იმის რაღაც პროტოტიპის თლა. აი ძველი ბერძნულები რო იყო ხოლმე მსგავსი ეგეთი რაღაცები და ვიცვალე რა. რა თქმა უნდა მარმარილო ადვილი სამუშაო არ არის? არა, რა თქმა უნდა. მე კიდე ხა მამა მხატვარი იყო ჩემი. დიახ. ასე იქიდან არ მოდის ჩემი მხატვრობა და ესეთი შემოქმედება. მადლობა ღმერთს, გენებით კარგად ვართ. დაჯილდოვებულები რა. ვიდა ჩემი პოეტი, ჟურნალისტი. დიახ. პლუს ამას ერეკლე როგორც პოეტი არის. რა თქმა უნდა. ყველას მოგეხსენებათ. მამა ჩემი კიდე რომელმაც ეპოქა შექმნა მას ყოველად მართლა თუნდაც არ ვიმობ ყველა მეცის ადამიანმა რომელმაც ხის მხატვრობაში ეპოქა შექმნა ნამდვილად და მისი ნამუშევრები ძალიან ბევრ მუზეუმში და გარდა ამისა ბევრჯერ იბეჭდებოდა ხოლმე ჟურნალებში საკავშიროში მახსოვს ესეთი ჟურნალი გამოდიოდა დეკორატიულ ისკუსტო იყო ესეთი წელიწადში ერთხელ გამოდიოდა და ორჯერ ზედიზედ ამ ჟურნალის სტუმარი ორჯერ იყო ამ ჟურნალში დაბეჭდილი და 15 რესპუბლიკაში მოკრეფილებს თვითონ ეგზემპლარი ორჯერ ზედიზედ მოხდება ცოტას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აქ და მომდევნო მამაჩემ რომ ნახა ეს ჩემი ნამუშევარი გაიღიმა და ანუ მიხვდა უკვე ადამიანი და მომიტანა საჭიროთელი რა პატარა. რომ გემუშავად. მამაჩემი თოიძეში ასწავლდა წლების მანძილზე მოიხსენება და მე რა ის ატომას აღარ მოვიდა გადავდივით და ბანკის ხუფები რო იყო სახში. დიახ. იმაზე გავაკეთე ჭედურობა და მე ატომას ჭედურობას მივყევი ხელი და მინდა გითხრათ რომ მე სკოლაში ჩემთან გამოცხადდა ესეთი რაღაცა ჩატარდა ვისაც რა შეგიძლიათ
ის რომ გააკეთოთ მოიტანოთ და სკოლაში იქნება ჩამოკიდებული და მე ნაკითხავთ რომ ჩემი ძმებიც რომ სწავლობდნენ ბოლოს რომ დაამთავრა შემო პატარა ძმებს ის სკოლასაც ყველა ვიყავით გაკრული იყო ბოლომდე ჩემი გაკეთებული ჭედური პორტრეტი ყარაჩოღელისა. ძალიან სასიამოვნო. ბატონო ზეზო. ახლა და მოდი ჩემი ასე თქვა დაინტერესება. ძალიან სასიამოვნო. ანუ თქვენი ადრეული ბავშვობიდან მოდიხართ აი ამ დღემდე. კი ბატონო, აი ამ სურვილით შეპყრობილი და ანთებული, ანუ რომ გემუშავათ ხეზე. ესე იგი, თქვენ ძალიან ბევრი რამ გაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძართან და საქართველოს ყველა კუთხეში არსებულ თითქმის ეკლესიებთან და მონასტრებთან. მონასტრებში არის თქვენი ნამუშევრები. თქვენ მუშაობთ, აკეთებთ ჭედურობას, ხის მხატვრულ დამუშავებაში მუშაობთ, რესტავრაციას აკეთებთ, ქანდაკებაში მუშაობთ, გრაფიკა, ფერწერა, სამკაული, ბზისა და მინისგანი. აი როგორი მრავალმხრივი შემოქმედია ბატონი ზეზვა. ბატონო ზეზვა. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან დიდი მადლია ესე იგი საქართველოში არ არსებობს კუთხე, სადაც რომლის ტაძარშიც, ერთ ტაძარშიც მაინც არ იყოს თქვენი ნამუშევარი და აი რას აკეთებთ ხოლმე ძირითადად, რას ქმნით იქ ტაძარში? მოგახსენებთ. დიახ. ყველა ტაძარში ხდება ავეჯი კიოტები. კი ბატონო. სამეფო ტახტერევანი. კი ბატონო. ხატები თავისთავად. და ამიტომ მადლობა ღმერთს რომ ეს ბედნიერება მაქვს და ხვდა წილად რომ ამ ბევრ ტაძარში ჩემი ნამუშევარი დგას. დიახ. და მადლობა ღმერთს იმით კიდე რომ ბევრ სიწმინდეზე ხელით შემახვა ამაზე მეტი სიკეთე რა შეიძლება. ძალიან დიდ მადლში ხართ. კიდე ძალიან დიდ ბრძოლებშიც მინდა გითხრათ. ბრძოლებშიც ხო? ეს თავისთავად შეება მაგრამ არავის არ შეება ყოველთვის ვართ იმ გამოწვევებში და იმ ტკივილებში რომელიც თანსდევს ყოველივე ამას. ნამდვილად ბატონო ზეზვა, იმიტომ რომ როდესაც ძალიან დიდ მადლში დგება ადამიანი, იმას ბრძოლებიც დიდი ბრძოლების გადატანაც უხდება, იმიტომ რომ ებრძვიან, მოკლედ ვინც ებრძვიან და რეებიც ებრძვიან თავისთავად. და მთავარია ის, რომ თქვენ რჩებით თქვენი მრწამსის ერთგული და არ გადადიხართ და არ გადმოდიხართ. კი ბატონო, არ ღალატობთ. კი ბატონო. აი თქვენ ყველაფერთან ერთად ხართ პედაგოგი. კი. აი ვის ასწავლით, რას ასწავლით? ეხლა არავის აღარ ვასწავლით და მაგრამ ასწავლით. კი, და ახლა სრული არ მაქვს რომ ვასწავლო, გეტყვით რატომ? რატო? ფიტავს. უი. არ შეიძლება მოსწავლეს მიუდგე ესე რა ზედაპირულად. არა. მის სულში უნდა ჩაძვრო, მისი ყველაფერი უნდა ისწავლო და უნდა ნახო ის ადგილი საიდან შეიძლება რომ კაც მიეხმარო სხვანაირად არ გამოვა არაფერი. და აი ამ მოსწავლეებში რა იგრძენით თქვენ ისე აინტერესებდათ ზედაპირულად ეს თუნდაც ხეზე ჭრა ან ჭედურობა თუ აი ჰქონდათ ეს შიგნით მათაც? არა, ბევრს ჰქონდა და კიდევაც დღემდე ისინი ამ ხრივ მუშაობენ კიდევაც. საკუთარი სახელს ამქრობები აქვთ და მადლობა უფალს რომ ძალიან კარგადაც უძღვებიან თავიანთ საქმეს და ესენი არიან სხვათა შორის აი ახალათონის მონასტრებში ბევრი კარი და ბევრი ავეჯი აქედან გააკეთეს და იქ გაიტანეს და ასე რომ ეს ცოტა საქმეს არ ნიშნავს, ეს ძალიან დიდი არის, ძალიან ბევრი რამეს დიდ საქმეს ნიშნავს, იმიტომ რომ ქართველი ხელოვანები და ასე მოთხოვნადი რომ არიან საბერძნეთში ეს დიდი დამსახურებაა მთელი საქართველოს შეიძლება თქვას. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ჩვენი კულტურის კი ბატონო. ეს ხაიდან არ მოდის შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. ბატონ ზეზვა, თქვენ სვანი ადამიანი ბრძანდებით, აი ეს სვანური დიდებულებით, სვანური კაცობით, სვანური ქართველობით, რაღაცა მწერვალებთან ურთიერთობა უფრო სხვანაირია, მე ასე ვგრძნობ.
და ვინც მწვერვალებთან ურთიერთობს, ის ადამიანებიც დიდ ბუნებოვნები არიან. თითქოს მწვერვალებისგან რაღაცებს სწავლობენო. აი სიდიადეს, კი ბატონო, სიცოცხლის ფასს, მარადიულობის ფასს. ასვლა ხომ კარგია, ჩამოსვლა რთულია შედეგი. ამიტომ იქიდან რომ გადმოიხედები, უკან მოხედვის არ უნდა შეგწყვეს. არ უნდა შეგწყვეს, ნამდვილად. როგორც სუფთასაც უყურებს ზევით, ისე სუფთაო დატოვებითაც. ნამდვილად. რომელიც გამოიარე ადამიანმა. აუცილებლად. აქედან გამომდინარე, სხვა გზა გარდა სიკეთის კეთებისა არ გვაქვს არავის. ავთის ქვეშ ხმეთმაც ხომ ამიტომ შეგვქნა. აუცილებლად, გაიხარეთ. და მე რატომ დავიწყე ახლა ამ სვანეთზე საუბარი და თქვენს სვანურ ფესვებზე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ შემოქმედებაში, აი მე აუცილებლად რა თქმა უნდა ვიდრე დღეს მოვიდოდი გადაცემაში და დავიწყებდით გადაცემას, რა თქმა უნდა მე მოვიძიე თქვენი ნამუშევრები, დავათვალიერე თქვენი შექმნილი ყველაფერი და გამაოცა სვანეთში მახშვის სკამმა და მისმა დანარჩენმა ატრიბუტიკამ, როგორი ნამუშევარია ხეზე. აი იცით რა მაინტერესებს უთხრათ აუცილებლად მაყურებელს, რამდენი სკამი გაქვთ ესეთი შექმნილი და რამდენად რთულია და მეორდება თუ არა ის ორნამენტი, იმეორებთ თუ არა ერთი და იგივე ორნამენტს. ხა მოგახსენეთ რა ეს მახშვის საკაცხოვლზე მუშაობა. დიახ. ეს ძალიან სპეციფიურია, იმიტომ რომ დაწირთვა ამ საკაცხოვლს ამ სავაზეს თავისი და თავისთავად აქედან გამომდინარე არც იმისი ფუფუნება და უფლება აქვს, რომ რაღაცას გაავიწყდეს, იმიტომ რომ მას თავისი სხვა კოსმოსური დანიშნულება ჰქონდა ყოველთვის. აბსოლუტურად როგორც დედაბოძზე იყო გამოსახული ეს ციური სხეულები, ასე იმ სკამზე იყო გამოსახული და ამიტომ აქედან გამომდინარე დღეს ძალიან ბევრმა დაიწყო დამახინჯება, როდესაც მეუღებელი, აუცილებლად მეუღებელი, იმიტომ რომ ის თავის სტანდარტებში, თავის იმაში უნდა ისეს ზომოწონაში. ამიტომ რო გითხრათ ძალიან ბევრი არის, მაგ გაკეთებული რამოდენიმე, მაგრამ მე უფრო გამოვიყენე ეს ყველაფერი სტანდარტი სამეუფეო სავარძლებზე, ტახტერევნებზე, რომელიც ცეცხეთაში იდგა შემოგეთებული ტახტერევანი, საპატრიარქო და ის შემდეგ გადაინაცვლა მაშინ არის რა ქვია დარიელის ხეობაში მამათა ლავრაში დგას, ახლა იქ დაივანა იმ ეკლესიებში კი ბევრი მოხდა გაკეთებული, საეკლესიო არის ბევრი არც იმსახურებს მაგას გამზაჯდომას და ამიტომ ვცდილობ რომ არ გავაკეთო ხოლმე. ძალიან რა თქმა უნდა, აი გისმენთ და ნამდვილად სიამაყით ვივსები, რომ აი ასეთი ჩემთვის ძალიან დიდი მადლია, რომ აი ასეთი მადლი მომმადლა უფალმა თქვენი სახით, რომ აი ასეთ რაღაცებს ძალიან მნიშვნელოვან მადლში ხართ ნამდვილად და ქმნით აი ამ არაჩვეულებრივ ნივთებს და მე მინდა იცით რა გაიხსენოთ აი ეს პერიოდი, როდესაც პირველად გაიცანით ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მოწიწებით და კეთილი სურვილებით ჩვენს მამასავით ტკბილ პატრიარქს ილია მეორეს. მართლაც ესეთი ტკბილი ადამიანი მე უტკბილესი კი სასწაული მაშინ აკეთებდით თქვენ ხო რაღაცა პირველი მაშინ ჩვენი შეხვედრა იყო საპატრიარქოში. დიახ. გავაკეთე საჰადილოში ავეჯი. შემოვიდა, ნახა და ათვალიერა. დამროცა არა, თქვენ რაღაც წინააღმდება გქონდათ აი ეს მოყევით, ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან. იყო, იმიტომ ის იყო პასუხისმგებელი ერთ-ერთი მამა. დიახ. ის მაძალებდა გიანთვარა შეღებევეს. ფიჭვი გაკეთებული იყო და სკამები და მაგიდები. მასალა იყო ფიჭვი, ხო? კი, და თან სიბნელე იყო ეხა იმ სატრაპეზოში და
და რაც ყველა ხეს თავისი ლამაზი ფაქტურა აქვს, რომის დამახინჯებაც არ მიყვარს. შეხება აფუჭებს ხოლმე და ცეცხლ კაცო ფეჭვიც ეს ოქროსფერია, ლამაზია, თავისი ლამაზი ფაქტური, თავისი ხაზებით ყველაფერი და რატომ უნდა დაკარგო ის სილამაზე რაც ღმერთმა მოგცა, ხო მოგანიჭა. და ამაზე მქონდა კამათი ხოლმე და ერთ დღეს, როდესაც უკვე კინძავდი და ვაწყობდი და ვალაგებდი უკვე ამ მაგიდას და სკამებს, ჩემი პატარა ზონი ხმარებოდა მომდევნო ჩემი ზონა. შემოვიდა ეს მამა და დღეს თქვია ეს უნდა შეიღებოს. ცოტა უხეშად კი მომივიდა, მაგრამ ვაფატიოს რა, ახლა წკერმეები შემდგენია. კაცო, მე ხო აგეჩერებდი თქვენ წიროლოს ვისაყვანაში და თავი დამონებეთ თუ შეიძლება მეთქინდა. ამ დროს ჩემმა კი რაღაცას მაინც ეს ყოველდღე არ მიქცევია მისთვის და ესე რატომ ილანძღები შვილო ჩემო და გავშვი ადგილზე კაცი აღარ შემოძლო უკვე მომეფერა და მიყვა აგადასგვირა აგვეხუმურა ყველაფერი და თურმე წამოგდგომიათ თავს კი თავზე წამოგვადგა და პატრიარქი ჩვენი გასულისას მოტრიალდა და უთხრა მამას ანუ აუხსენით რომ ფიჭვი თავის თვითონ რა პატრიარქმა იცის რა და როგორ თავად ხატავს თავად ქმნის მუსიკას ყველაფერს შემოქმედი ადამიანთან სასწაული პიროვნება ვერაფერს გამოაპარებს ვერასოდეს და მოტრიალდა უთხრა მამას რომ დაანებეთ ამ კაცს თავი იცის თავის საქმე შეეშვით იმ დღიდან თავი დამონებეს და შეიძლება ითქვას რომ აი იმ კურთხევიდან მოყოლებული უკვე მე არავინ აღარ მისწორებს არაფერს. და ანუ ის ფიჭვის ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი, რომელიც საპატრიარქოსთვის იქმნებოდა, დარჩა შეუღებავი და რა თქმა უნდა. თავისი სილამაზე აქვს და რატომ უნდა იკარგოს? სილამაზეც და თან სუნთქავს მერე, ხო, ის ცხე? რა თქმა უნდა. შეღებილი უკვე იმას კეტავს აი აურას ხო თავის თავადა რატო იმ სიმღერაში კიდევ შავად შემეღება თუ ხალხს რა თქმა უნდა საერთოდ როდესაც რაღაცას ვაკეთებ ცდილობ ავირჩიო ისეთი მასალა რომელსაც საღებავი არ დასჭირდება თავი და ეს ნამუშევარი უნდა გელაპარაკებოდეს უნდა სულს გილამუნებდეს სულს უნდა გიწყნარებდეს აი ეს რა ზოგიერთ სახში შეხვდა ისეთი სფერები გამოგცევა მოგინდება ხოლმე ადამიანს და მე აი ახლა ჩვენ ვახსენეთ ჩვენი დიდებული პატრიარქი, ჩვენი ტკბილი პატრიარქი და მაინტერესებს იმის შემდეგ აი პატრიარქისთვის თუ გაქვთ რამე შექმნილი? კი, რა თქმა უნდა, უწინდეს აქვს შემოგვეთებული. დიახ. წმინდა სპირიდონ ტრინიფუნტიელის ხატი. დიახ. მზის ჩარჩოში, თავისი საკმაოსაკმეულეთი. დიახ. და ეს აქვს მას თავის ოთახში. თავის ოთახში. შეგვეციოს ყველას წმინდა ტრინიფუნტელი და რა მაინტერესებს კიდე ბატონო ზეზვა. აი, როდესაც იწყებთ დავუშვათ ჭედურობაში იქნებოდა ეს თუ ხეში კვეთა იქნებოდა ხატის შექმნას. რამე სპეციალურ კურთხევას ღებულობთ ალბათ, ისი არ შეიძლება. როდესაც ამ სეკრეტარს ვიღებ, თავისთავად სეკრეტარს გვაძლევენ მამები, ხო? მამები, გასაგებია. აქედან გამომდინარე, კურთხეულები ვართ. თავისთავად. ანუ ეს უკვე თავისთავად იგულისხმება. რა თქმა უნდა. დიახ. არც ერთი საგვარეულო ხატი არ მზადდება მამების კურთხევისა და მათი ლოცვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ბედნიერება გვაქვს. ძალიან დიდი ბედნიერება. ამიტომ ხმერს მადლობ კიდევ ერთხელ ამისთვის. მადლობა ღმერთს ნამდვილად. თქვენ თუ გაქვთ მცხეთისთვის რამე შექმნილი? კი, დღეს ამჟამად ცხოვრებაში დარჩა შემოკეთებული ანალოგია, რომელზეც ხატია დასვენებული და ის დახტარებანი ხვიტყეთ, უკვე გადაიტანეს მასე დანიელის ხეობაში მამათა ლავრაში. აჰა, იქიდან გადაიტანეს იქ. კი. გასაგებია. აი ახლა ამ მოცემულ მომენტში რაზე მუშაობთ? ახლა ვაკეთებ საგვარეულო ხატს ვერცხლში მჭედავ. ვისთვის არის რომელიც არღულიანების გვარისთვის არის. სვანური გვარი, არღულიანები, კი ბატონო. მარცხოვრის ხატია. მინდა გითხრათ რომ არღულიანები ჩემი ნაცნობი არიან და ბებია მყავდა არღულიანი და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა ძალიან დიდი. რა თქმა უნდა.
და შემე ამ გვარის სიყვარულისადმი და არ სიყვარული და ამ ხალხის სიყვარულისადმის ხა ერთი ხატი არ არის ასე მაცხოვრის ხატია შუაში და იგივე 12 უძრავი დღესასწაულის ხატი, ანუ 13 ხატს ვაკეთებ ამჟამად რა, ასე გამოდის და ეს არის ძალიან დიდი სასწაული, ბატონო ზეზო. რამხელა სასწაულია ეს. ისიც რა მაინტერესებს? თქვენი შინაგანი მდგომარეობა მაინტერესებს მუშაობის პროცესში, როცა ხატებს აკეთებთ. ალბათ რაღაცა სხვა მდგომარეობაა ეს. არა მიწიერი ხდებით თუ რა. ნიურონში ვარ გასული, იმ სამყაროში ვარ რა. აი ნამდვილად. მე მაშინ იმ სამყაროში ვარ, აქ რა ხდება სულ. ასე როდესაც ვხატავ, როდესაც რამეს ვაკეთებ, როდესაც მუშაობ, რა ხდება, სულ აი შემსილვილა ვერ მოდის. ასე იმ სამყაროში ვარ, რომელსაც ვერავინ დამინგრებს, მოდი ასე ვთქვათ. საინტერესო სამყაროა. კი, 7 წნარი და სულ რაღაცა სულ ღერი რა, როდესაც რაღაცას ვიღინებ. ან უნდა ქონდეს ჩართული მუსიკა. ქართული რა თქმა უნდა და ქართული. არა, კი, არავის არ მემდური, ყველას მადლობელი, ყველას სიმღერა მომწონს, რა თქმა უნდა, რომელიც მოსაწონია იმას არ მაგრამ ქართულს არაფერი ჯობია და ქართული უხდება იმ საქმეს, რასაც აკეთებ. ნებისმიერი ქართული სიმღერა, რომელიც არის ეს ძველი, საგალობელი ვით არის და წყნარდება, სული წყნარდება ადამიანი და მაშინ აკეთებ ყველაფერს თუ რამე აკეთება შეიძლება. ბატონო ზეზო, აი ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ხეზე ჭრაზე, ამ ხატებზე ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქართული ეკლესიისთვის, ადამიანის სულიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა ესენი არიან ხელოვნების ნიმუშები. ერთი რამ მინდა კი ბატონო. ამ ქართულმა ავეჯმა დიახ მომიტანა შემდეგი რამ. ჩვენ დღეს სააკაშვილმა როცა შეკვეთა გაუკეთე ქართული ავეჯი და წაიღო დაჩუქა ყაზახის პრეზიდენტ ნაზარბაევს. ვის აჩუქა? ნაზარბაევს. ნაზარბაევს. რომელსაც უნდა კოლექცია ქონებდა სხვადასხვა ერების ავეჯის და ქონია ქართული. აჰა. გაუკეთე და წავიდა სვანური ავეჯი. სვანური ავეჯი ნაზარბაევთან. საინტერესოა. აი ხო და ვისაუბრეთ ახლა ჩვენ აი ამ ხეზე ჭრაზე ბატონო ზეზვა. ეხლა მაინტერესებს თქვენი მხატვრობა. აი რა ხდება მხატვრობაში? იმიტომ რომ ვიცი ძალიან სერიოზული ნამუშევრები გაქვთ მხატვრობაში, თუმცა თქვენ თავს მხატვრად არა მხატვრო, მოდი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ არ არქმევთ მხატვარს თქვენ თავს. ვერ ვარქმევ. რატო? არის ეს საკუთარ საწოლ ლაპარაკი ძალიან ძნელია და ჯერ იქამდე ვერ მივედი, რასაც მე ვცვლი რომ იქამდე და მივიდე, აი იმ საფეხურამდე. აჰა. რომ მხატვარი დაირქვათ. ხო, რატომ მეცილდი ახლა კი, ბევრ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ განვიტვირთო. ძიმე შედეგი არის. ძალიან ძიმეა, როდესაც ხატებზე მუშაობ, რთული არის. კიდევ საეკლესიო რაღაცას ვაკეთებ. დიახ. ხლის, ფიტალს გაანგურებს. კი, მე აღდგენას ვაკეთებ ამას. ღვინის თერაპიით, მაგრამ ღვინის თერაპიით, ამიტომ შემდეგ მოდის ის რაღაც ქვია შემოქმედება. რა საინტერესო ღვინის თერაპია. ამას შემდეგ მოდის უკვე სხვადასხვა რაღაცები თქვა. ამ შემოქმედებაში ქანდაკება იქნება, ტილოზე მხატვრობა იქნება, გრაფიკა იქნება თუ ისე რამდენი რამე შეგიძლიათ თქვენ არა? ძალიან უნივერსალური შესაძლებლობები გაქვთ, რა ვიცი. როგორ რაღაცა მახსენდება, იცი და ფილმში ვარ ფიროსმანზე. კაცო, წმინდა გიორგი მათახით ხელში მაგას თავდა და მეუბნება დაახატე ნიკოლაუ. აი ესეთ ხელში ვარ, ხან რა მომდის თავში აზრად, ხან რა სიგნალი მოდის და რო არ გავაკეთო არ შემიძლია ხომ და სხვადასხვა ეს ერთი წესი მაქვს. დიდი ბედნიერებაა ეს ბატონო. როდესაც რაც უფრო რთულია იმას უფრო ვეჭიდავები რომ უნდა დავძლიო ის სირთულე და არასოდეს არ ვაკეთებ ერთი და იგივეს არ ვიმეორებ, ვცდილობ რომ სულ შევცვალო. აქედან გამომდინარე მე ბევრი ორნამენტი მაქვს შექმნილი. დიახ. და უკვე გახალხურებულია და მიხარია კიდევაც. ძალიან კარგი. მეც მიხარია ძალიან. აი ჩვენ ერთმანეთს შევხვდით თბილისი მერიოტის ფოიეში, სადაც გაიმართა გამოფენა მიქელანჯელო 2025.
აი ამ გამოფენის შესახებ თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ ბატონო ზეზო, ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა მისი დასაწყისიდან. სიამოვნებით. დიახ. 23-24 ივლისს ამ წლის რომში გაიმართა გამოფენა, ეს მიქელანჯელო 2025. დიახ. და ორი ნამუშევარი, ორი ქანდაკება ქონდა იქ წაგზავნილი. გასაგებია, ეხლა აი აქ შეკითხვით შემოვდივარ თქვენთან. რომში აი ამ გამოფენაზე ვისი ეგიდით, რისი ეგიდით ჩატარდა, ვინ მიგიწვიათ, აი ეს აუცილებლად. აუცილებლად გეტყვით, იმიტომ რომ მას იმის გარეშე არ გამოვა, ეს არიან დიანა და ნინო ლევაზიშვილები, რომელთაც თავისი გალერეა და ამ გალერისტებმა მიმიწვიეს რა საინტერესო ჩამთვალეს რომ ყოფილიყავი მათთან ერთად წარმოჩენილიყავი და ამ ლამაზმა ქალბატონებმა მოკიდეს შემოსამუშავად ხელი სხვებთან ერთად და წაიღეს რომში. დიახ. და გამოხმაურება იყო ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ძალიან ზეთი. ესე მithეს რომ გამოგზავნეს კიდევაც ერთ-ერთი ექსპერტის საუბარი ჩემს კოლეგებთან და შეფასება გააკეთეს, ну, არის ძალიან. ალბათ გაგაშუქათ იტალიურმა პრესამ, ტელევიზიამ. კი, იყო იგი ბედნიერებას ჰქონდა და შემდეგ იყო უკვე ამ იტალიას, ანუ რომს მერე მოყვა უკვე აქ თბილისში პერიოდში. დიახ. გამოფენა კიდევ. დიახ. და ვინაიდან ძალიან კაი გამოფენა ჩატარდა, პლუს ამას დაჯილდოება იყო მშვენიერი, იმიტომ რომ ვინცაც სული ქონდა წარდგენილი იყო ამაზე. პრემიაზე მიქელანჯელოსი სული ქონდა, გაიტანისკენ და დაჯილდოვდნენ, მიხარდა და უოლცავ ყველა მათგანს. კი ბატონო. სულ ყველას უოლცავ. და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებდა. კარგი ის არის, რომ ახლა აპრილში მომავალ წელს პარიზში გავიდათ ჩვენ ნამუშევრებს, ისე რომ ქალბატონების ძალისხმევი და დამსახურებით, იმიტომ რომ ეს პატარა საქმეს არ აკეთებენ ეს ქალბატონების გონები. ძალიან ასე არ არის მარტივი დადგება ელაპარაკო უცხოეთს და გალერეებს და მუზეუმებს, რომ როგორმე წარგაზის ჩვენი ქვეყნის მხატვრობა წარადგინონ იმ ქვეყანაში და ძალიან რთულია ბატონო ზეზვა დაარწმუნო ის გალერეები რომ აი ეს ადამიანი მათთვის უცხო შემოქმედი ღირსეულია ნამდვილად რომ წარდგეს აი ამ გალერეებში და გამოიფინოს ამიტომ ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა აი ამ რევაზიშვილებს ქალგოგონებს გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის და ეს არის პირველ რიგში ქართული ერის წინაშე გაწეული ღვაწლი თითოეული ქართველისთვის გაწეული ღვაწლი და ასევე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის გაკეთებული შესანიშნავი ღონისძიება, რომლითაც ქართველები ბრუნდებიან ისევ მაინც ქართული სული ტრიალებს შემოქმედებაში, ხო? და ეს არის ბედნიერება მათთვის. თქმა უნდა, და ამიტომ ხო გეუბნებით ეს ძრთულია და ამიტომ ვიზახებ და ვამბობ ამ უებმა სასწავლო შეძლეს ეს ყველაფერი გააკეთეს. მადლობა მათ. და წარმატებებს ვსურვებთ კიდევ, იმიტომ რომ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ, ამიტომ ახლა მათ ეს შეუძლიათ აკეთებენ. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამაზე მეტი სიკეთე რა შეიძლება გაკეთდეს ქართული კულტურა გაკეთდეს საზღვრების გარეთ და აჩვენებ რომ ისე რა შენზე ნაკლები მე არ ვარ. რა თქმა უნდა, ისედაც იციან უკვე რომ საქართველო ძალიან დიდი კულტურის, წარსულის და რა ვიცი მე ყველაფრის არაფრით არავის ნაკლები კი არა, აქეთ ისწავლონ ჩვენგან ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს აჩვენო უცხოელებს ძალიან დიდი ამბავია. დაითანხმო ისინი და დააჯერო და აარწმუნო ამ ამბავში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული კი არა და სულაც არ გამიკვირდება, რომ ნებისმიერი გალერეის პატრონმა არ იცოდეს დავუშვათ ზეзвასაღლიანი, ხო? ან ნებისმიერი ქართველი მხატვარი. კი ბატონო. და ეს არის თქვენი პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთებული ნამდვილად. კი. ნებისმიერი ქართველი შემოქმედისთვის არის. აბა რაც გაგვიტანია დავუშვათ ნამუშევარი, რუსი ვეკლა და რატოა რუსები ქართველები ხო? კი ბატონო. სამწუხარო უბედურება კიდე და სამწუხარო ესე რომ ბევრმა ჯერ კიდევ არის რომ ქართველები სხვა ხალხი ვართ და რუსები არ ვართ. ხო და გააგებინებთ.
გააგებინებთ აუცილებლად. ბატონო ზეზვა, ესე იგი ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ ჩვენ დიდი ქართველი პოეტი კაცი სვანი, სვანების ნამუსის ინდისი, ქართველების ნამუსის ინდისი, ჩვენი ერეკლე, საღლიანი, ჩემი ძალიან დიდი ძმა არის. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ძალიან ამაყი ვარ უსაზღროდ ამითი და თქვენ გაიზარდეთ ერთად, ხო? დიახ. ერთ სახლში ვიზრდებოდით, აქაც და სვანეთშიც. აი როგორ რაღაცა მოყევით პატარა ისეთი ბავშვობიდან 9 წლით უფროსი იყო თქვენ? 9 წლით უფროსი არის, შეიძლება ყოველთვის ცდილობდა ჩვენ დაჩაგვას. დიდი იყო და ძალიან ახლა რომ ესეთი საყვარელი, მაშინ ესეთი საყვარელი აუტანელი იყო. აუტანელი იყო, ხო? გეჩხუბებოდა. ო, მარტო მე ყველა საჩხუბებდა ხოლმე. არ შეეძლო ისე ხო გეუბნები მესტეში სკოლა არ დარჩენილა სადაც მაგას არ ესწავლა. დიახ. თავისი საქციელების ანუ რიცხავდნენ ხო? კი, მეტყვი მისი ვიце-ჩემი და ბიცურაჩემი ამ ხელა ადამიანები ყავდა დამსახურებული მოღვაწეები, საზოგადო მოღვაწეები იმპერიის, მაგრამ ეს აუტანელი და კატასტროფა იყო. მაგრამ ამ კატასტროფიან ადამიანებმა შექმნით ისაც აკეთებს. და თქვენ წაღან საუბარში ახსენეთ, ვიდრე გადაცემაში შემოვიდოდით, ჩვენ ვიდრე სტუდიაში შემოვიდოდით, რომ გვეუხერხულებაო ბიძაშვილების თქმაო, იმიტომ რომ ძმები ვართო ჩვენო და ნამდვილად ეგრეა. რამხელა სიყვარულია ამ სიტყვებში. ეს გაზრდილები ხო რაღაც ყველას ერთად იატაკზე გაშლილი იყოს ქვეშაგები და ასე გვეძინას უყველას ბევრი იყავით. ხო, ლიფშიტებივით რა. 14 ვიყავით ჩვენ მარტო ოჯახის წევრები ვინც ვიყავით მომენტაშვილები, ბიძაშვილები და მე რამხელა სიტყვა იყო, ეხლა აღარ არის ეს. ეს მოყვა დღემდე. და ამისთვის ცხოვრობდა მიხარია ჩვენი თავი და ერეკლეს ერთი ლექსი რომ აქვს ქართული ხორბალი აი იმის განაკება უნდა გავაკეთო. მე რა საინტერესოა. და ალბათ დავიწყებ ახლა მხატს რომ მოვშები მე როგორ მაგის მარიტყვით ამ ლექს. არა ვერა. რა ვცადე მაინც. რა საინტერესო იქნება. და რაღაცა ეს ლექსი მაგრამ შედევრია. და წერან მითხარით თქვენ რომ ჩემი წიგნის მიხედვითაც გინდათ რაღაც გააკეთო. კი, რა თქმა უნდა, მე ინსპირაციას ვიღებ წიგნებიდან. რა საინტერესო. თქვენი წიგნი რომ წაგიხსენებთ დამწვარი სახლის ამბები, მე გითხარით ჩანაწერებივით არის ეს მთელი ჩვენი ცხოვრება. და ამიტომ მე ეს თემა მიტრიალებს თავში და მაგაზე უკვე დავიწყებ. რა საინტერესო. ესკიზების კეთებას, ჩანახატების კეთებას და მე უნდა ესე კოლაჟები და მე უნდა ინძო და ჩამოვაყალებ მომდევნო მშვენიერი ლამაზი ტილო. ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა მე დამპატიჟებთ ალბათ მე. აუცილებლად. თქვენ შაშავ ვერ მოიცადეთ, ჩემს პერსონალ გამოფენაზე რომ აი მაგას ვამბობდი ახლა რომ ოპიზარში ვერ მოვედი თქვენთან გამოფენაზე. არ ვიცი მე მგონი ავათ ვიყავი თუ არ არა უარი კი არა ფიზიკურად ვერ შევძელი კი მაგი მითხარ ხო ჩვენ ვერ საუბრობთ ტელეფონით ისე მინდოდა ნამდვილად მინდოდა მაინტერესებდა და ბატონი გურამი მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავს ძალიან კარგი პიროვნება მხატვართა კავშირს ძალიან კარგად ბევრი კარგი საქმე გააკეთა. კი ბატონო. ამათთან ჭიდაობაში რომ დაინარჩუნო ის რაც წაართვეს და დაიბრუნო მხატვართა კავშირი და მხატვრებსაც. დიდი ვაჟკაცობა. ეს დიდი კაცობაა, რა თქმა უნდა და დიდი ვაჟკაცობა ეს ბატონმა გურამმა შეძლო. ხო და ჩვენ დიდი მოკითხვა ბატონ გურამს აქედან. და მინდა აღვნიშნო რომ ღირსების ორდენი დააჯილდოს და უთხარი ღირსეული კაცი ბრძანა და ღირსების ორდენი ამიტომ და მიულოცავთ კიდევ ამ ღირსების ორდენს. იცოცხლეთ. ბატონო ზეზვა ხელოვანს ნებისმიერ ხელოვანს დარწმუნებული ვარ ამაში რომ ასეა აქვს აი ყოველთვის თავისი იმის გარდა რომ მუზას რაც მოაქვს და ინსპირაციას რაშიც ხედავს ინსპირაციით რა რისი შექმნაც მოუნდება ხო აი ამების გარდა აქვს კიდევ ხოლმე ხელოვანს მე ესე ვარ და იმიტომ რაღაცა ნატურა
რაღაცის განსაკუთრებული შექმნის. აი რა რისი შექმნის ნატურა გაქვთ თქვენ? რამე ისეთი? იმ საფეხურზე ავიდე რომ ხატარი დამერხება. მე და რატო არ არქმევთ არა, მე რაღაცა გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცა ისე გავაკეთებ, ხო, დავხატე რაღაცას და ყოველთვის მაქვს მოყოლების გზობა რაღაც დავაკელე. აი რაღაცის ზებნაში ვარ სულ მუდამ. და აი ამიტომ როცა შენად კმაყოფილი ხარ, ერთი რა ისე ძალიან ცუდია, კმაყოფილი იყო და დარჩე რაღაცით, მაგრამ ეს უკმაყოფილების გზნობა ალბათ უკეთესი არის რომ იზრდება ადამიანი შემოქმედებით გააკეთო ადამიანმა და ამიტომ ვამბობ ეს რაღაცა უკმაყოფილება არის შემოქმედებითაც ზრდის კი ბატონო აი როცა აღარ მიქნება მაშინ ვიტყვი რომ უკვე შო გადავდები ყველაფერს და მხატვარები თქო რა ხორჩა ეს იქნება ბედნიერება ჩემთვის ალბათ არ ვიცი რა გეტყვი და ნატურა ყოველდღე ჩემი ნატურა ის არის რომ ყოველთვის რაღაც ახალი შექმნა რაღაცა კარგი და გაზაფხულზე თქვით თქვენ რომ გამოფენას აპირებთ ხო აპრილში ერთად ხუზავა საფრანგეთში მაგრამ შემდეგ მე იმდენი გეგმაში ბევრი მაქვს რა გასაკეთებელი და ამ ზაფხულს მოვასწრებ თუ არა ვერ გეტყვი ყოველ შემთხვევაში ამ გაზაფხულზე მართლა მე და გაზაფხულის ბოლოს რაღაც ისეთი გამოფენასავე გამოსვლა სადაც გამოვიდა ჩვენთან ხო თბილისში კი რა თქმა უნდა თბილისში ვიდრე პარიზში წახვალთ. არა, პარიზში წასვლის შემდეგ ჩამოსვლის. პარიზიდან როცა ჩამოხვალთ, გასაგებია. დაწყებული მოგდა მუშაობ სვადურ მითოლოგიაზე. ჯერ რა საინტერესოა. იმიტომ რომ სვადური მითოლოგია ძალიან თავისებული სპეციფიური რამ არის და რატომ? იმიტომ რომ თქვენ აკვარელში მუშაობთ? არა, ზეთში და აკრილში რა და რაღაცა ამირანის ზღაპარი, რომელიც მითოლოგია, რომელიც ასწავლებს შემიძლია თქვა 4000 წელს ითვლის, იმიტომ რომ ახლა ნახეთ სვანურ მითოლოგიაში როგორ რაღაცა რომ ამირანმა მშვილდი ესულა ვარსკვლავს და იქიდან ჩამოსული ცეცხლი მისცა ადამიანებს. ანუ კოსმიური ცოდნა მისცა. კი ბატონო. ახლა არ არის პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის ყველაფერი გადატანი. დიახ. რა თქმა უნდა. ეს ასე მე კიდე ბარბოლი არის ესეთი ბარბალობა დღეს სადაც სვანურში ძალიან საინტერესო არის მამალი. დიახ. რომელიც მზის ამოსვლას გვამსვამს და მზის ამოსვლას გალობით უნდა შეხვდეთ, ხო? დიახ. და ასე ჯერ კიდე ვერ ამიხსენებ ზისადიდებელი ხო გაქვთ სვანეთში? ეს კიდე ცალკე თემა არის. ეს კიდე ცალკე თემა არის. მამალის აი ფუნქცია ვერ გავიგე ბოლომდე ჯერ კიდე რატომ იცი? ეს შეხედეთ გახსოვთ პეტრეს ეუბნება მარცხოვარი რომ მამლის ყივილა სამჯერ მამალის სამჯერ იყიოს მამამდე გამცემო. სამჯერ გამყიდი შენ უარყოფო. მამლის დაწვითა და ფუნქცია სულ სხვა რამეა. სხვა რამეა ნამდვილად. და ეს დაკარგულია და ყველაფერი რაც არ შეიძლება მის დაკარგვა მისი ამოხაჩვა საჭირო. თან ერთი რამ არის ნახეთ ბარბარობის დღიდან 22 დეკემბრამდე ეს შუალედი თითქმის გაყინულია დრო და 22-დან დღემატულობს. დიახ. ამასაც თავისი დატვირთვა საკრალური მნიშვნელობა. ამიტომ ეს უკვე დასრულებული მაგ ეს ტილო ყველათ არაფერი არ ხდება, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა რა თქმა უნდა. და გარდა ამისა კიდევ არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მითი როგორ ინაწილებენ ზეგავლას ღმერთი და ეშმაკი დედამიწაზე. ამას შექმნით. ადამიანის შექმნით. მერთმა ხელი მოგიმართოთ. ბატონო ზეზვა, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და სასიამოვნო, მაგრამ ჩარჩოა გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი გახდათ ეს არასჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი ზეზვა სახლიანი, თანამედროვეობის გამორჩეული მხატვარი, განსაკუთრებული ხელწერით. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. უღრმესი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემი გაძლიერებისთვის. გაიხარეთ. იცოცხლეთ.